გამარჯობა, მე ნატა მახვილაძე ვარ და თქვენ დღის ქრონიკას უყურებთ. კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება. ინსტიტუციური რეფორმებისა და ადმინისტრაციული გამჭვირვალობის მიმართულებით მიღწეულია გარკვეული პროგრესი და ეს არის პარტიის დეკლარირებული ბრენდული ელემენტი, თუმცა როგორც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო მასშტაბებისა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ეგრეთ წოდებული შუარგოლის კორუფცია, რასთან შეგვებასაც არავინ აპირებს. კორუფციასთან ბრძოლის პარალელურად აქტუალურია გამჭვირვალობის თემა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მაიკ ბენცმა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ლის ტრასის შოუში ევროპის ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს ევროპაში აცხადებენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონია საჭირო, რათა შეერთებული შტატებიდან გაცემული გრანტების საჯაროობა იყოს უზრუნველყოფილი, მაშინ, როდესაც უნგრეთს, საქართველოს და ევროპის კიდევ 3 ქვეყანას, რომლებსაც გამჭვირვალობის კანონის მიღება სურდათ, სანქციებით ემუქრებოდნენ. ოფიციალური თბილისის პოზიციონირება და ქვეყნები ევროექსიტის რიგში ევრობიუროკრატების პოლიტიკის გამო. პოლიტიკურ საკითხებს საპროცედურო საკითხთა და კომიტეტის თავმჯდომარესთან დავით მათიკაშვილთან და ვიცე-სპიკერ პარტია ხალხის ძალის თავმჯდომარესთან სოზარ სუბართან ერთად განვიხილავთ. სოზარ სუბართან ვრცლად ვისაუბრებთ ასევე მის ინიციატივაზე, რომელიც გუბერნატორების ინსტიტუტის გაუქმებას გულისხმობს. მაშინ ასე მივესალმები დავით მათიკაშვილს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გვერდობა პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, რომ დატვირთული დღის მიუხედავად გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დავიწყოთ კორუფციასთან ბრძოლით. კორუფციასთან ბრძოლაში ხელისუფლება რომ შეურიგებელი, ამას ყოველდღიურად ვხედავთ, თუნდაც დღევანდელი სუსის ბრიფინგიც ამას მოწმობს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მწვავეა პრობლემა შუარგოლში და მსგავსი პოზიციონირება, რაზეც დღეს უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რამდენად შეძლებს ამ პრობლემის აღმოფხვრას? ნატა, მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის. სრულდება ის პირობა, რომელიც იქნა ჩვენი საზოგადოებისთვის მიცემული კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლასთან დაკავშირებით ყველა მიმართულებით აბსოლუტურად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ბრიფინგი და აქ მინდა ხაზი გაუსვა იმ მოცემულობას, რომ შუა რგოლთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად გამორჩეულად არის ალბათ ყურადსაღები ჩვენი საზოგადოებისთვის ამ ბრძოლის მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ საქართველო იყოს სამეულში მსოფლიო ქვეყნების კორუფციასთან წარმატებული ბრძოლით დაწინაურებული და რა თქმა უნდა ყველა რგოლთან, ამ შემთხვევაში კი ვისაუბროთ შუა რგოლთან მიმართებით, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში სახელმწიფო არის და იქნება უკომპრომისო. დღეს ჩვენ გაფრთხილება მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილისგან, ვინც ბრიფინგს წარმართავდა, რომ ყველა გაფრთხილდეს, კონდეს სათანადო ყურადღება და აღიქვას რეალურად ის მნიშვნელოვანი და უკომპრომისო სურვილი სახელმწიფოსი, რომ ყველა დონეზე აღკვეთოს კორუფცია და რა თქმა უნდა შუარგოლში კორუფციის არსებობა და მის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღება არის იმ დანაპირების შესრულების შესაბამისი ნაწილი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ისევე როგორც მთლიანად სახელმწიფო რგოლმა მიცა ჩვენს საზოგადოებას, ასე რომ ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, როგორც ყველა სხვა მიმართულებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო და რჩება პრიორიტეტი და ამ მიმართულებით სახელმწიფო აუცილებლად გააგრძელებს შესაბამის უკომპრომისო და ეფექტურ ნაბიჯებს გადადგავს. შესაბამის ნაბიჯებს იქნება ისეთი პროცესები, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს კორუფციის დონეს ჩვენს სახელმწიფოში. კორუფციასთან ერთად ხელისუფლება გამჭვირვალობის დონის მაქსიმალურად მაღალ ნიშნულზე აყვანას ცდილობს ყველა სფეროში, თუმცა დასავლელ ბიუროკრატებს ამის დანახვა არ სურთ, როგორც თქვენ ამბობთ, ორმაგი სტანდარტი ეს მათი ტრენდია. და ასევე მოვისმინეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის კომენტარიც ამ საკითხთან მიმართებაში. რა შედეგი შეიძლება იყოს საქართველოსთვის, როგორ ფიქრობთ? მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ასრულებს ყველა ნაკის ვალდებულებას, მაინც არ ხდება ამის რეალური შეფასება.
ნატალია, ის რაც ადრე კულუარებში საუბრობდნენ იმაზე, რაზეც ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა ხელისუფლებამ ხმა აღიმაღლა რამდენიმე წლის წინ და მკაცრად მოითხოვა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა გამჭვირვალეობის კანონმდებლობის შექმნით, დღეს პრაქტიკულად ამ დეგრადირებული პროექტის პირველ წყაროებიდან ჩვენ გვესმის პირდაპირ აღიარებითი ჩვენებები, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ იყენებდნენ NGO სექტორს კონკრეტული ქვეყნის თუ ქვეყნების სპეცსამსახურები ფონდების გავლით შავი ფულის შედინებით იქ დემოკრატიის ნგრევისთვის, იქ იმ ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, იმ ძალების მხარდაჭერისთვის, რომელიც არა ეროვნულ ინტერესებს, არამედ გარე ძალების, არაფორმალური მმართველების პრაქტიკულად ინტერესებს ახორციელებდნენ და ჩვენ ეს ყველაფერი ხო პირდაპირ საკუთარ თვალით ნახეთ. ეს ხომ ჩვენს სახელმწიფოში აგერ რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ განხორციელდა, როდესაც ძალიან მარტივი ადვილად გასაგები, მაგრამ ეფექტური კანონის შექმნის მიღების შემდეგ, რომელსაც გამჭვირვალეობის შესახებ კანონი ერქვა, რა პროცესები განვითარდა, როგორ ეცადნენ, რომ ეს ყველაფერი რუსულ კანონად მოენათლათ, როგორ არ შემოდიოდნენ მსჯელობაში და პუნქტობრივ განხილვაში და დღეს უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი შეერთებული შტატებიდან პირდაპირ ღია და დაუფარავად ამბობს, რომ დიახ, ეს ყველაფერი იქიდან ფინანსირდებოდა და ამ პროცესს ერთადერთი მიზანი იმ ქვეყანაში დემოკრატიის ნგრევა, ლეგალურად არჩეული ხელისუფლების დამხობა და საკუთარი ინტერესის განხორციელება აგენტურის ხელით. ეს იყო მათი მიზანი. ამ ყველაფერზე დღეს უკვე ასე ღიად საუბრობ. კი ბატონო, აი გრანტების კანონში შევიდა ცვლილებები, რა რისკებს აზღვევს საქართველო ამით? ჩვენ მოვისმინეთ ნატა, აი სულ ცოტა ხნის წინ, როგორც ჰელსინკის კომისიიდან, ასევე ევროკავშირის მაღალჩინოსნიდან ევროკომისრის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იცავს თავის სუვერენიტეტს, მიიღო საკანონმდებლო დანაწესი, პრევენციულად ადგენს ნორმებს, რომელიც ქვეყანაში შემოდინებული შავი ფულის წარმომავლობა უნდა გააცნოს საზოგადოებას და არ უნდა დაუშვას პირიქით შავი ფულის შემოდინება, ისინი მაინც ცდილობენ, რომ მოძებნონ გზები კანონის გვერდის სავლით დააფინანსონ რადიკალიზმი საქართველოში. რადიკალიზმის დაფინანსება და შავი ფულის შემოდინება ქვეყანაში რას ნიშნავს, ამაზე წინა კითხვის პასუხის გაცემის დროს ვისაუბრე. ანუ ყველა ის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიცაც იღებს ქართული სახელმწიფო, არის პასუხი იმ ქმედებებზე და იმ სურვილებზე, რომელიც გააჩნიათ საქართველოს არაკეთილმოსურვე ძალებს და სამწუხაროდ მათი ნაწილი არის სწორედ ევროკავშირის ხელმძღვანელო გოლში მოკალათებული, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კვლავ გამოყენებული იმ მრუდე მიზნებისთვის, რომელიც გარე ძალებს გააჩნიათ და NGO სექტორის გავლით, რომლის დანიშნულებაც აგენტურული ქსელის განვითარების და მათი ხელით უცხო ინტერესების განხორციელების მეტი არაფერი არ არის, სწორედ NGO სექტორი დააფინანსონ ისე, რომ კანონს გვერდი აუარონ. არა და საქართველოში მოქმედებს ცალსახად კანონმდებლობა, თუ კი რაიმე კეთილი მიზანი გაგაჩნია, კითხე ხელისუფლებას, კითხე მთავრობას, მიიღე მისგან ნებართვა და არავინ უარს არ გეტყვი, შენ კეთილი მიზნებით საქართველოში ფული შემოიტანო და არ ვიცი, სოფლის მეურნეობას მოახმარო თუ სხვა სფეროს. მაგრამ ნათელია, რომ აქ არავის არ სურს სიკეთის გაკეთება და პირიქით ის რასაც წლების განმავლობაში აკეთებდათ, უნდათ ამის გაგრძელება, ამას ჩვენ ბუნებრივია არ დაუშვათ. საერთაშორისო აქტორების თემა რომ გავაგრძელოთ. საგარეო ასპარეზზე ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მცდელობებს, რომ აი ყველაფერი დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, მოლაპარაკებებს გულისხმობ. რომ არ არის არავისთვის უცხო, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური კვანძია თავად ევროკავშირისთვისაც. აი რა სიგნალები არსებობს საპირისპირო მხრიდან, თქვენ აქტიურ კომუნიკაციაში ხართ, ან კომუნიცირების შედეგად რა უჭირავს ოფიციალურ თბილის ხელში ამ ეტაპისთვის? ჩვენ ვიცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, მას ასევე ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები მთელ რიგ ქვეყნებში. ჩვენ ვიცით მილანში ქვეყნის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან.
არის დამაიმედებელი გზავნილები, რომ კონკრეტულ ქვეყნებთან, ისევე როგორც შეერთებულ შტატებთან ჩნდება იმედი ურთიერთობის გადატვირთვის, ახალი ფუნქციიდან დაწყების, თუმცა ეს ევრობიუროკრატიას, ევროკავშირის ხელმძღვანელ გოლს სამწუხაროდ არ ეხება, იმიტომ რომ იქ არსებული კასტა ადამიანების, რომელთა საქმიანობაც არათუ პარტნიორ საქართველოსთან, კანდიდატ ქვეყანასთან, არამედ საკუთრივ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერებთან და ხალხებთან მიმართებით არის ნეგატივით სავსე. დღეს უკვე ძალიან ხმამაღლა საუბრობენ ნატა ევროკავშირის ქვეყნებში იმაზე, რომ ევრობიუროკრატია ანგრევს ევროკავშირს და რაც შეერთებული შტატების სტრატეგიის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სტრატეგიის ერთ-ერთი არსებითი ნაწილი იყო, რომ თუ ასე გააგრძელებს ევროკავშირი, ღირებულებით უსკულში აღმოჩნდება, აი სწორედ ამ უსკულისკენ მიაქანებენ ეს ადამიანები ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს იმედი იმის, რომ გამოიღვიძებს ევროკავშირის ხალხები და საკუთრივ როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით, თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც აგერ 2-3 წლის წინ რაღაც რუსეთის სტრატეგიულ მარცხზე და ცეცხლის კარში მოქცევაზე და მასთან არანაირ საუბარ და ასე შემდეგ კომუნიკაციის გაწყვეტაზე საუბრობდნენ და აქეთკენ გვიბიძგებდნენ ჩვენ, დღეს საუბრობენ იმაზე, რომ თურმე საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა ააშენონ რუსეთთან ერთად. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ რომ დავყოლოდით მათ აი ამ ბიძგს ამ წაქეზებას სად აღმოჩნდებოდა დღეს საქართველოს და დამერწმუნეთ რომ უკრაინაზე ბევრად უარეს მდგომარეობაში იქნებოდა. ანუ აი ეს ყველაფერი გვაძლევს ჩვენ იმის ფიქრის საშუალებას რომ დადგება დრო ევროკავშირში, როდესაც ის ადამიანები არარჩეული ჩინოვნიკები ევროკავშირისა, რომლებიც ევროკავშირის ერების ბედს წყვეტენ დღეს, მოხდება დემონტაჟი ამ მოცემულობის და რაღაც საღი აზრი გაიმარჯვებს. ის საღი აზრი, რომელმაც გაიმარჯვა უნგრეთში, რომელმაც გაიმარჯვა სლოვაკეთში, რომელმაც გაიმარჯვა და იმარჯვებს ჩეხეთში, ნელ-ნელა ეს ასე ვთქვათ მოცემულობა, ეს მოტივი ნორმალური საღი და პრაგმატული პოლიტიკისა იქნება ევროკავშირის ამოსავალი წერტილიც. ბატონ დავით, ცოტა ხნის წინ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ახსენეთ და დღეს განხილვის ერთ-ერთი თემა გახარიას მიერ დაანონსებული შეხვედრები კონფერენციის პარკლებში. თუმცა რეალურად გქონდა თუ არა მას ეს შეხვედრები მისი თანაპარტიელებისგან ვერ მოვისმინეთ. რისი მაგალითია ეს თქვენთვის? გახარია ხა ტყუილის და შარლატანობის რაღაც მათ იქცა, სიმბოლოთ იქცა სამწუხაროდ. ჩვენ ვიცით მისი ღალატი, ჩვენ ვიცით მისი ტყუილები, ჯერ გუნდიდან გაქცევა, მერე ქვეყნიდან გაქცევა და ასე შემდეგ. ხა გახარიასგან ტყუილი ნამდვილად არ გვიკვირს. ხა თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, მიუნხენში იყო ადამიანი, როგორც თვითონ ამბობს, ხთქონდა მაღალი დონის შეხვედრები და ხა ამ ყველაფერს გახარიას პარტია, რომელსაც აქვს დეფიციტი მხარდაჭერის, დეფიციტი თანადგომის, დეფიციტი, არ ვიცი მე, პოლიტიკურ იმაზე რა ქვია, ზედაპირზე ყოფნის ამ ყველაფერს აჟიტირებას არ მოახდენდა, რა თქმა უნდა მოახდენდა. რამდენი ტყუილი უნდა მოვისმინოთ გახარიასგან, ხა არ გვიკვირს ნამდვილად. ნუ აი რაღაც ამ ტყუილებისთვის, ამ ღალატისთვის, მისი საქციელისთვის გააქვს კონკრეტული სტიპენდია, ჯამაგირი აქ დანიშნული და ამ ჯამაგირით სულგმულობს და ეხა ეთყობა ამ ჯამაგირის გადახდის, ასე ვთქვათ, კონტრაქტში შედის ისიც რომ ეს ტყუილების აჟიტირება კონდეს მას ესეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. გახარია გერმანიიდან, გერმანიის კონკრეტული სტიპენდიანტი ხო არის იქ რაღაც კონკრეტული ინსტიტუტის ახლა იმის სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ, მაგრამ სტიპენდიანტი რო არის ეს ნამდვილად ვიცი, დაადასტურა თვითონ გერმანულმა მხარემ და ნუ ამ ჯამაგირში შედის ამ ტყუილების საუბარიც როგორც ეთქვა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა დავით მათიკაშვილი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ეხლა გიმესალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, პარტია ხალხის ძალის თავმჯდომარეს სოზარ სუბარს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დავიწყოთ საუბარი თქვენ ინიციატივაზე. და მოგესალმებით და მივესალმები მაყურებელს. თქვენ ინიციატივაზე მინდა გკითხოთ, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმებას ეხება. თქვენ აღწერეთ თვითმმართველი რგოლების მუშაობის დინამიკა, რომლის ეფექტურ მუშაობასაც, როგორც თქვენ ამბობთ, ანელებს ზედმეტი რგოლების არსებობა და ასეთად მიიჩნევთ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტს. აი ამ ვარიანტის მართებულობაში, რომელს აქვს მეტი წილი, გადაწყვეტილებების ეფექტურ მიღებას თუ ფინანსური სახსრების დაზოგვას?
იცით რა, საერთოდაც მოდი პრობლემა სხვანაირად შევხედოთ, იმიტომ რომ სხვა რამე არის გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რაც თქვა ერთ-ერთ მცირე ვარიანტად შევთავაზეთ საზოგადოებას ამ შემთხვევაში. ხალხის ძალის სახელით და ეს არის საინტერესო, რატომ პრობლემა არის ის, რომ ზოგადად თვითმმართველობების დონეზეც და სხვაგანაც, მაგრამ განსაკუთრებით იგრძნობა ეს თვითმმართველობებში ძალიან იწელება გადაწყვეტილებების მიღება და ამას აქვს თავისი ახსნა. ეს ახსნა არის, რომ დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა. მართლა იყო კორუფცია სერიოზული პრობლემა ქვეყანაში, არ ყოფილა მხოლოდ მაღალ ეშელონებში, ამან ჩააღწია ძალიან დაბალ ეშელონებშიც ყველა დონეზე პრაქტიკულად გახდა პრობლემა და ეხლა იმისთვის, რომ კორუფცია არ დაუშვათ, დაიწყო გადამოწმებების მთელი სერიალი, მთელი კასკადი და ეს გადამოწმებები ხშირ შემთხვევაში არის ფორმალური და ფორმალიზებული, ზოგჯერაც არაფორმალურიც შეიძლება იყოს. მაგალითად, იგივე, როდესაც ხდება გადამოწმება გუბერნატორის დონეზე, ეს ბუნებრივია არაფორმალურია, იმიტომ რომ გუბერნატორს თქვათ ამის უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ თქვათ რომელიმე პროექტის გაგზავნა თუ ხდება თქვათ სიტყვაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროში ან გარემოსდაცვის სამინისტროში თვითმმართველობიდან იმ ნაწილში რომელიც არის მაგალითად გარემოსდაცვის სამინისტროს გამდებარე ამ შემთხვევაში ეს არის ფორმალური და კანონიერი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხდება გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება. ამას თან ახლავს რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ამას ახლავს ერთგვარი შიში, რომ აი მე რო ეხლა გადაწყვეტილება მივცე, უცებ რო არ აღმოუჩნდე მართალი, ხვალისმეც არა დამიწყონ დევნა, რომ ის გადაწყვეტილება არასწორი იყო, კორუფციის რისკი ხო არ არის, ან რაიმე სხვა დანაშაული ხო არ არის და და მოხდა ისე რომ ნაბან წყალს შეიძლება ბავშვი გადავაყოლოთ. ანუ გაჩნდა ზედმეტი ბიუროკრატიული სიფრთხილე და ეს აჩერებს ძალიან ბევრ პროექტს, ეს მოქმედებს ძალიან ბევრი ადამიანის გადაწყვეტილება პირად საქმეებზე. მაქვს მაგალითად კონკრეტული საქმეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, როდესაც აი მართლა უბრალოდ ადამიანს რომელსაც უნდა ღობის გაკეთება, შეიძლება ამ ღობეზე ნებართვას შეიძლება დასჭირდეს თვეები და კვირები და ზოგჯერ თვეებიც კი და ვერ მიიღოს პასუხი. ჩემი წინადადება არის ესეთი, რომ აუცილებლად უნდა გავამარტივოთ გადაწყვეტილების მიღება და მაგალითიც მოვიყვანე იქ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გამოვიდა რამდენიმე კვირის წინ ასეთი წინადადებით. ახლა ინიციატივას ალბათ ვერ დავარქმევთ, უფრო ესეთი გამოთქმა იყო თავისი წუხილის, რომ ერთი და იგივე გადაწყვეტილებაზე როცა მიდგება საქმე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, გერმანიაში ამ შემთხვევაში და ჩინეთში, მაგალითად ააშენონ მზის ელექტროსადგური. ეს მაგალითი მოვიყვანა მან. სანამ გერმანიაში საბუთების ერთი ადგილიდან მეორეზე გაგზავნას მოუნდებიან და სანამ ეს სხვადასხვა დონის ჩინოვნიკები მოადაადებენ თავის ხელმოწერას, რომ ეს საკითხი ნამდვილად არის გასაკეთებელი, ჩინეთში ნებართვაც გაცემულია, ელექტროსადგურიც აშენებულია და სახლებიც განათებულია იმ ელექტროსადგურიდან გამომუშავებული დენით და მერცი ამბობს ასეთ რამეს, რომ მოდი წავიდეთ გამარტივების გზით. თუ ორ კვირაში ან სამ კვირაში ან ერთ თვეში გადაწყვეტილებას არ იძლევა ჩინოვნიკი, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ჩაითვალოს მიღებულად. ეხლა მე არ ვიცი რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმი, მაგრამ მე იმიტომ რომ ამაშიც არის კორუფციის რისკი, მაგრამ მე შევთავაზე ხელისუფლებას სხვა ტიპის გადაწყვეტილება. თუ ძალიან მალე ვადაში, რაც არის ის მაქსიმალური ვადა, რომელიც საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად, გადაწყვეტილების მიმღების პირი არ იძლევა პასუხს, ამ შემთხვევაში მან დატოვოს თანამდებობა. ან თუ იძლევა დაუსაბუთებელ უარს იმის გამო, რომ ეშინია თქვათ რომ მე პასუხი არ მოსთხოვან, ამ შემთხვევაში დადგეს მისი პასუხისგებლობის პასუხი. და არის მესამე, თუ იძლევა თანხმობას და ამ თანხმობაში არის კორუფციის რისკი, ეს ყველაზე ნაკლებად სახიფათოა, იმიტომ რომ თუ არის კორუფციის რისკი, ამას სწორედაც რომ დასდევს ყველა შესაბამისი სამსახური ლუპით უყურებენ და გამადიდებული შუშით უყურებენ და სასჯელიც იქნება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ის პირველი და მეორე, როდესაც ხდება გაჭიანურება, ანუ საფუძვლო ვარის მიცემა არის სწორედ იმის შიშით, რომ კორუფციაში არავინ მოედავონ და ამითი ქვეყანა ფერხდება საბოლოოდ და კონკრეტული ადამიანების პრობლემები იქნება. ამას მოვაყოლებ ბუნებრივია შემდეგი საკითხიც, რომ შეიქმნა თავის დროზე სახელმწიფო ინსტიტუტის რწმუნებული და შეიქმნა ეს ინსტიტუტი მართლა იმიტომ, რომ ქვეყანაში ერთიანი მართვა არ არსებობდა, აი ცენტრალიზებულ სახელმწიფოსაც კი ვერ დავარქმევდით 90-იან წლებს გულისხმობ საქართველოს და გარკვეულწილად პრეზიდენტს რო ქონოდა, მაშინ პრეზიდენტი იყო და არა პრემიერი პირველი პირი, რო ქონოდა რეგიონებთან მეტი წვდომა და მეტი გავლენა, შეიქმნა
და სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი. თუმცა ეს დღეს ერთგვარ რუდიმენტად იქცა, იმიტომ რომ კანონში მას დიდი უფლებამოსილებები არ აქვს. კონსტიტუციაში წერია, რომ მთავრობას უფლება აქვს დანიშნოს სახელმწიფო რწმუნებული, უფლება აქვს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უნდა დაინიშნოს. რეალური ძალაუფლება არის ცენტრალური ხელისუფლების ხელში და თვითმმართველობების ხელში, განაწილებულია ეს ფუნქციები და ამ დროს მთავრობაში შეიქმნა კიდევ ერთი ახალი ინსტიტუტი, ეს არის რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც პრაქტიკულად ითვისებს იმ მაკოორდინებლის ფუნქციას, რომელიც მანამდე პრემიერის მხრიდან ჰქონდათ მინიჭებული სამხარეო რწმუნებულებს. და აქ დგება საკითხი, ან ერთი უნდა გავაუქმოთ, ან მეორე უნდა გავაუქმოთ. ჯამში ეს ორივე ერთად არის დაახლოებით 25 მილიონი ლარი, რომელიც ერთ-ერთის გაუქმების შემთხვევაში დაახლოებით 9 დაიზოგება. და თუ ეს იქნება კონკრეტულად რწმუნებულის ინსტიტუტი, რომელსაც ისევ გავიმეორება, ბევრი არაფერი ფუნქცია არ აქვს, ამ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ დაახლოებით 13 მილიონი ლარი დაიზოგება ქვეყანაში, ამის გარდა ეს არის, ვთქვათ, იგივე შენობები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა მიზნით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზედმეტი ერთი ბიუროკრატიული რგოლი გაუქმდება. გასაგებია. კი ბატონო, თქვენ ახლა საუბრობდით კორუფციაზე. ზოგადად ვიცით, რომ ხელისუფლებას უკომპრომისო ბრძოლა აქვს გამოცხადებული კორუფციასთან. დღეს მოვისმინეთ ასევე ბრიფინგი უსაფრთხოების სამსახურში. ეს გამოძიებები, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს, როგორ ფიქრობთ, მოახდენს თუ არა გავლენას პრევენციაზე? პრემიერმა თქვა, რომ საქართველოს რამდენიმე წელიწადში უნდა იყოს კორუფციის თვალსაზრისით ყველაზე დაბალი კორუფციის მქონე სამ ქვეყანას შორის ევროპის თვალსაზრისით და მე ამ შემთხვევაში მხარს უჭერ პრემიერის ამ ინიციატივას მივესალმებით ხალხის ძალის სახელით და პირიქით ყველაფერს რაინად დავდგებით გვერდში ხელისუფლებას რომ ეს შედეგი იქნეს მიღწეული. ეს სწორედ ის საკითხია, სადაც ხელისუფლებას არა მხოლოდ ვეთანხმებით მიზანში, არამედ ყველანაირად შეუწყობთ ხელს, მაგრამ მეორე მხრივ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კორუფციასთან ბრძოლამ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადაგვისროლოს კორუფციაში დადამნაშაულების შიშით, არ უნდა გავაჩეროთ პროექტები და ეფექტურობა არ უნდა დაკარგოს სახელმწიფომ, თორე ეს გავლენას მოახდენს ეკონომიკური ზრდის დონეზე, ეს გავლენას მოახდენს კონკრეტული ადამიანების ბედზეც, ეს გავლენას მოახდენს ცალკეული მუნიციპალიტეტის თუ ქვეყნის განვითარებასაც, იმიტომ რომ იქ სადღაც სოფელში გზა არის გასაკეთებელი, სადღაც სკოლაში რემონტია გასაკეთებელი, სადღაც მოქალაქეს უბრალოდ მიწის გამიჯვნა სჭირდება და ეს მიწის გამიჯვნაზე ვერ ხერხდება ნებართვის გაცემა იმის შიშით, რომ ვაიმე ვინმე შემდეგ პასუხი არ მომთხოვოს ამის გამო, ამიტომაც არის ეს ერთის მხრივ მექანიზმები შესამუშავებელი, რომ დაჩქარდეს პროცესები და მეორე მხრივ სიტყვა მოიტანა და მართლაც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ზედმეტი ბიუროკრატიული რგოლები ზედმეტი ბიუროკრატიული რგოლები გაუქმდეს ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე. ეს გამოიწვევს სწორედ იმას, რომ გადაწყვეტილებები იქნება უფრო ეფექტური და ფული, რომელიც იხარჯება თქვა ადმინისტრაციული აპარატის შენახვაზე, ან შენობების შენახვაზე, მანქანებზე და ასე შემდეგ მოხმარდება ხალხს. ისევ და ისევ პიროვნულად მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს კონკრეტულ გუბერნატორებთან თუ სახელმწიფო რწმუნებულებთან. იყო პერიოდი, როდესაც მე ვიყავი პრემიერის აპარატში მუშაობდი და სწორედ რეგიონებს ვკურირებდი, კარგად ვიცნობ თითოეული მათგანის მუშაობას, მაგრამ ერთია პიროვნული დამოკიდებულება და მეორეა სახელმწიფოს ეფექტურობა და თითოეული მათგანი არის იმდენად პროფესიონალი, რომ მათი ადგილი და მათი ნიჭის გამოყენება სხვა სფეროში იქნება შესაძლებელი. ბატონ სოზა, რაშიმილი არ გკითხოთ, თქვენმა ოპონენტებმა საკმაოდ აიტაცეს ეს თემა, საკითხი გახდა დღის ერთ-ერთი მთავარი თემა. თქვენმა თანაგუნდელმა დიმიტრი ხუნდაძემ ერთგვარად შეიძლება ითქვას გააკრიტიკა ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც ავტოპარკის განახლებას ეხება, როგორც ის ამბობს, ეს მიდგომა ვერც ავტოპარკის განახლებას და ვერც ეკოლოგიური მიდგომების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელსო. გაჩნდა სხვადასხვა ვერსიები, თითქოს ის ოპონირებს პრემიერის ინიციატივას და ასე შემდეგ. თქვენ თუ ეთანხმებით თქვენ თანაპარტიელს და რა არგუმენტები გაქვთ? ბუნებრივია, ეს არის საკითხი, რომელშიც ჩვენ ერთიანები ვართ, უბრალოდ საკითხი არის საკმაოდ რთული, კომპლექსური და ამიტომაც ნებამომეცი ცოტა ვრცლად ავხსნა.
რატომ არის რთული და კომპლექსური? იმიტომ რომ ორი სიკეთე დგას სასწორის ორ პინაზე. ერთის მხრივ ნამდვილად გვჭირდება ჩვენ რომ სუფთა ჰაერი, ნამდვილად გვჭირდება რომ გამონაბოლქვი იყოს ნაკლები, ეს გამონაბოლქვი არის ის პრობლემა, რომელიც წარმოშობს უამრავ დაავადებას ახალგაზრდებშიც, ასაკოვანებშიც და საბოლოოდ ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება. პირველ რიგში მთავარი ჯანმრთელობა ბუნებრივია, მაგრამ მეორე მხრივ ეს ძალიან ძვირი ჯდება თუნდაც ფინანსურადაც, იმიტომ რომ ზედმეტი დაავადება ზედმეტ მკურნალობასაც ნიშნავს და ამ ხრივ ავტოპარკის გაჯანსაღება და განახლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ნაკლები გამონაბოლქვი ნიშნავს უფრო მეტ ჯანმრთელობას ადამიანებისთვის. მეორე მხრივ ბუნებრივია ისიც, რომ საქართველო არ არის ახლა ძალიან მდიდარი ქვეყანა, შესაბამისად ძალიან ზედმეტი ფინანსური ტვირთი არ უნდა დააწვეს ჩვენს მოსახლეობას და განსაკუთრებით როდესაც ლაპარაკია რეგიონებში, სადაც შეიძლება, მაგალითად, ჩემს სოფელში ჭუბერში, სოფლის დასაწყისიდან ბოლომდე პირველ და ბოლო სახლს შორის 11 კილომეტრია მანძილი. ეხლა 11 კილომეტრი და ეხლა მეზობელ სოფელში რო გადახვიდე, უნდა გაამრავლო 2-ზე და 3-ზე, ან 80 კილომეტრია რაიონულ ცენტრამდე, მესტიამდე ასვლა. ეხლა ბუნებრივია, ყველას არ აქვს საშუალება, რომ იყიდოს ახალი მანქანა, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის ისეთი მოწესრიგებული რეგიონებში, როგორც შეიძლება იყოს თბილისში, თუმცა თბილისშიც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამეა მოსაწესრიგებელი, ასე რომ ეს მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას. ბანკიდან სესხი აიღო და იყიდო შედარებით ახალი მანქანა, ბანკის პროცენტებით საქართველოში ისეთი მაღალია, რომ ესეც მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას და ესეც ბუნებრივია ძალიან რთული. ამიტომ ეს ორი სიკეთე დგას, ერთის მხარეს ჯანმრთელობა, მეორე მხრივ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ახალი მანქანების ყიდვა და ბანკების სესხები კიდევ უფრო მეტად გააღარიბებს ჩვენს მოსახლეობას. და მესამე, რაზეც დიმიტრი ხუნდაძე თავის ამ წერილ, რადგან ბევრჯერ გვიმსჯელი ერთად და თავის ამ წერილშიც გააკეთა აქცენტი. შეიძლება ძალიან ჩქარ ამან არც გამოიწვიოს სამანქანო პარკის განახლება, იმიტომ რომ თუ არ შემოვა 6 წელზე მეტი ასაკის მანქანები, ამან შეიძლება ადამიანები აიძულოს, რომ ის ძველ მანქანებს გაუხანგრძლივონ სიცოცხლე მუდმივი რემონტის გზით და ამით გამონაბოლქვი კი არ შემცირდება, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამიტომ ჩვენი წინადადება არის, რომ ცოტა ასეთი ხისტი ჩაჭრა კი არ მომხდარიყო, არამედ იყოს უფრო ესეთი ეტაპობრივი გადასვლა. დღეს აკრძალულია 13 წელზე მეტი მანქანის ასაკის მანქანის შემოყვანა. იყოს ეს არა 6 წელი, 13-დან 6 წლამდე კი არ შემცირდეს, არამედ შემცირდეს 10 წლამდე და შემდეგ გავაკეთოთ გრადაცია, ისე რომ ყოველ თქვა 10 წლის მანქანაზე იყოს საკმაოდ ესეთი მძიმე გადასახადი, თქვა 9 წელზე, 8 წელზე შედარებით დაიკლოს და ნუ 6 წლის მანქანები და 6 წელს ქვემოთ უკვე იყოს ისეთი, როგორიც რეგულაციაც არის დღეს. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს მოსახლეობასაც არ დააწვება ძალიან მძიმე ტვირთად და მანქანების პარკის განახლებაც უფრო ჯანსაღი პროცესით წარიმართება, ვიდრე ახლა შეიძლება მოხდეს იმ საფრთხის გამო, რომ ადამიანები ეცდებიან ძველი ავტოპარკი კი არ განაახლონ, არამედ პირიქით გაუხანგრძლივონ სიცოცხლე იმ ავტომანქანებს, რომლებიც მათ მფლობელობაშია დღეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს ეთერში ვიცე-სპიკერი პარტია ხალხის ძალის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი საუბრობდა. ასეთი იყო მონეტარების ქრონიკა ამ დროისთვის. მე ხვალამდე გეშიდობებით.